მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ვიცოდეთ უშუალოდ თითოეული კანდიდატის წინა საარჩევნო პროგრამა ორმა უკვე წარმოადგინა და გულახდილობისთვის ვიტყოდი რომ ძალიან საინტერესო იყო ერთი და მეორე კანდიდატის ამ შემთხვევაში მეუფე იობისა და მეუფე გრიგოლის პროგრამები სხვა საკითხია რომ შესაძლოა ამ ტექსტის უკან იყოს მათი მუშა ჯგუფი, სპიჩერები, რომლებიც მუშაობენ კონცეპტუალურ ხედვაზე, თუმცა ეს ნორმალურია ერთი მხრივ და ამაში უცხო და მიუღებელი არაფერია. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ ვიცით უშუალოდ მოსაყდრეშიოს პროგრამა. ის არ კომუნიცირებს, არ გამოდის კონტაქტზე და კავშირზე საზოგადოებასთან, მედიასთან. არასდროს არც ერთ გადაცემაში სტუმრად არ მისულა, არც რაიმე საგაზეთო ინტერვიუ გვახსენდება მისი, არც სტატია და მოხსენება, არც განცხადება. მათ შორის 8 წლიანი მოსაყდრეობის პერიოდშიც ის იყო ძალიან ინდიფერენტული, პასიური და ერთგვარად იზოლაციაში მყოფი. რაც რა თქმა უნდა არასწორია, უნდა ითქვას რომ ეკლესიაში თუ კი არსებობს კრებსითობისა და სინოდურობის პრინციპი, სინოდურობა გულისხმობს რომ მღვდელმთავრები კოორდინირებულად მოქმედებდნენ და პირველმა არ მიიღოს ყველასთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილება, მოციქულ 34 კანონი ამაზე მიანიშნებს, ხოლო სხვა დანარჩენმა პირველთან შეუთანხმებლად არ უნდა გააჟღერონ ესა თუ ის საკითხი და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსი. შესაძლოა არსებობდეს ცალკეული კერძო სუბიექტური მოსაზრებაც, თუ კი ის თქვათ რაიმე სწავლამოძღვრებით საკითხზე არ არის, თუმცა აქაც კი ეკლესიის გამოცდილებაში არსებობს თეოლოგიუმენა, ანუ პირადი შეხედულება. მაგრამ რომ დაუბრუნდეთ უშუალოდ საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ესახება მაგალითად მოსაყდრეშიოს პოტენციურ საპატრიარქო კანდიდატს, რომელსაც ძალიან მაღალი შანსები აქვს რომ გახდეს კათოლიკოს პატრიარქი. როგორ ესახება მას სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, მაგალითად სწავლამოძღვრებით გადაცდომებზე, ზნეობრივ დარღვევებსა და კანონიკურ ქაოსზე, პრევენციული სტრატეგიები, როგორ ფიქრობს ის მორალურ დარღვევებთან დაკავშირებით რა ტიპის ნაბიჯებია საჭირო, საგანმანათლებლო თემატიკაზე რა პოზიციები უნდა ქონდეს ეკლესიას, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების ასპექტებზე, კონკორდატზე, ანუ საკონსტიტუციო შეთანხმებაზე, ფინანსირების საკითხებზე, უნდა იყოს თუ არა ის გამჭვირვალე, უნდა შედიოდეს თუ არა აუდიტი ეპარქიებში და უშუალოდ საპატრიარქოს ადმინისტრაციაში, უნდა ვიცოდეთ თუ არა მიზნობრიობა და ხარშსაღრიცხვა. ეს ყოველივე უნდა იყოს ღია, საჯარო და გამჭვირვალე თუ კვლავინდებურად გასაიდუმლოებული და ერთგვარად შავი ხვრელი ფინანსური манипуляციებისა და კარტელური ბიზნეს სქემებისათვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯაროობა. როდესაც ჩვენ ხედავთ რომ გაფართოებული კრებაც კი პრაქტიკულად როგორც უკვე დაანონსდა იქნება დახურული, ეს მაინც და მაინც სასარგებლოდ არ მეტყველებს ეკლესიის რეპუტაციისათვის, ამ შემთხვევაში გულისხმობ მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული კოლეგიისათვის, რადგან თავად ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება არის გახსნილი, ღია და არც ერთ შემთხვევაში ის ოფსაიდში არ აყენებს საკუთარ სულიერ შვილებს, ამ შემთხვევაში საერო პირებს, განურჩევლად მათი პროფესიული კუთვნილებისა, განურჩევლად წოდებისა, რასისა, მდგომარეობისა. შესაბამისად ძალიან არსებითია ვიცოდეთ რატომ ხდება კრების დახურვა და მომავალშიც აპირებს თუ არა ეკლესია კვლავ რუდუმილის კაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინანტობის პოზიციაში დგომას და როდემდე უნდა ხდებოდეს საქართველოში ელიტურობა ამა თუ იმ ინსტიტუციაში, როდესაც გაბატონებული კორპორატიული საზოგადოება აბსოლუტურად აიგნორირებდეს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სიფრთხეზე
ელექტორატს, ეკლესიაში კი მრევლს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია არ არის ვინმეს კერძო საკუთრება. სამართლებრივადაც ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად მას გარკვეული ანგარიშვალდებულებები აქვს, როგორც სახელმწიფოსთან, ისე მოსახლეობასთან და სამოქალაქო სექტორთან და მით უფრო თუ კი იქ ყველაფერი რიგზეა ან თუ არ არის, რატომ არ უნდა ხდებოდეს თანამონაწილეობა მორწმუნე მრევლისა ამა თუ იმ პრობლემის დაძლევის გზაზე საერთო კოორდინირებული შეთანხმებითი მოქმედებისათვის. ეს არის ჩემი აზრით ძალიან საგულისხმო გარემოება და სხვა არაფერია თუ არა ტრიუმფალიზმი. ეკლესიაში არ შეიძლება იყოს რაღაც გაბატონებული არისტოკრატია სათავეში და პლუტოკრატიული მმართველობა, რომ საზოგადოება იყოს აბსოლუტურად უუფლებო და მხოლოდ ჩინოსნები ამ შემთხვევაში იერარქია და სამღვდელო დასი იყოს ინფორმირებული და მხოლოდ მას კონდეს გადაწყვეტილებების მიღების დისკრეცია, ეს ცოტა არ იყოს და შეურაცხყოფელიც კი და დამამცირებელი მორწმუნე ადამიანებისათვის, რომელთანაც სულიერი ერთობა ევქარისტიულად აკავშირებს სამღვდელოებას. ამიტომ მე მოუწოდებ თითოეულ მღვდელმთავარს და ყველა პასუხისმგებელ პირს, ვინც ეკლესიის მესვეურთა რიგებს მიეკუთვნება, გააცნობიერონ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. ვერ იარსებებს ეკლესია საზოგადოების პატივისცემის გარეშე. საზოგადოების მიმართ ეკლესიის მხრიდან დაფასება კი გამოიხატება ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საკითხის გადაჭრის დროს მათ საქმის კურსში ჩაყენების ცდილობაში. ამდენად, როდესაც ვხედავთ, რომ რაღაცეები კონფიდენციალურად წყდება, როდესაც ვხედავთ, რომ იგივე მღვდელმთავრებსაც წარმოდგენა არ აქვთ რუტინულ გეგმიურ სინოდურ სხდომებზე, რა სახის საკითხების განხილვა იგეგმება, დღის წესრიგს არავინ არ იცნობს, მედიისთვის შერჩევითია ღიაობა, მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიებზე გვევლინებიან სასულიერო პირები, რომელთაც კომფორტული გარემო აქვს, სადაც კრიტიკული შეკითხვები არ ისმის. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეკლესიას როგორც ინსტიტუციას ამ შემთხვევაში დაასუსტებს, რადგან ის ვეღარ იგრძნობს მაჯისცემას, ჩატეხავს ყველა ხიდს და დისტანცირდება საკუთარი სულიერი შვილებისგან. ამიტომ წყემსი, რომელიც გაურბის ფარას და არ ზრუნავს მათთან თანამყოფობაზე, ის ვერც ფარას დაიცავს საფრთხისგან და ვერც თავად მიიღებს სარგებელს ამ სამწყსოსგან. ამ შემთხვევაში სულიერი მნიშვნელობის სარგებელზე მაქვს ცხადია აქცენტი და მხედველობაში მაქვს ის მისიოლოგიური დანიშნულება, რომელიც სამღვდელობას გააჩნია, რომელიც ვერ განხორციელდება ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. ამდენად უნდა ვთქვათ, რომ ეკლესია არის ღმერთის, იერარქიის და საზოგადოების ერთობა და არა უბრალოდ იერარქიისა და ღმერთის კონგლომერატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, რომ სასულიერო პირებს მოვთხოვოთ ჩართულობა ნებისმიერ, იქნება ეს ზნეობრივი თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ამ პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით. უნდა მოვითხოვოთ თანამონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ კვაზი ეკლესიურ თემს. ჩვენ რეალურად დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში, როდესაც პოლიტბიურო და ცეკა დახურულად წყვეტდა ყველაფერს და შემდეგ სააგიტაციო პროპაგანდისტური მანქანებით ამ გადაწყვეტილებების გამართლებას ცდილობდა დემაგოგიურად. ამიტომ ღმერთმა დაიფარო საქართველოს ეკლესიის მომავალი ასეთი მძიმე და ტრაგიკული ხვედრისგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდა დაღმასვლის დინამიკა, შედეგები იქნება ძალიან ფატალური და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მთლიანად ეგრეთ წოდებულ წმინდა სინოდს და საპატრიარქოს ადმინისტრაციას. აქვე
მნიშვნელოვანი განმარტება. და ძალიან მარტივია ეს. ყველა უნდა გააცნობიეროს, რომ საპატრიარქო არის ცალკე აღებული კოლექტივი, რომელიც ცხეთა თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულს ხელმძღვანელობს და არის აპარატი უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქისა და არა კოლექტიური ეკლესიის ხმა. ეკლესიის ხმა არის სინოდის და საზოგადოების ერთობლიობით მიღებული გადაწყვეტილება და არც ერთ შემთხვევაში ელიტურად გაჟღერებული ესა თუ ის კანონით დადგენილება, განცხადება და პოზიცია. ამიტომ როგორც ცალკე აღებული, მაგალითისთვის პირობითად რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექციის განცხადება ვერ იქნება სრულიად ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, ისე უშუალოდ საპატრიარქოს პოზიცია ვერ იქნება წარმოდგენილი მთლიანად ეკლესიის ხმად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიჯნა, რომელიც უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ და რომლის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რათა ეკლესიამ გააგრძელოს მსხემობა და არსებობა ნორმალურ პირობებში. ეს, რასაც ახლა მე ვამბობ, არ არის ჩემი პირადი ახირება და ჩემი კერძო აზრი. ეს არის ეკლესიის ბუნება, ეს არის საეკლესიო ტრადიცია, ეს არის ღვთივსულიერი, რადგან წმინდა მამათა მიერაა განწესებული და ამ ყოველივეს არეგულირებს საეკლესიო სამართლის იურიდიული ნორმები. ეკლესიას აქვს შესაბამისი მექანიზმები, მრავალსაუკუნოვანი დადგენილებები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პრობლემის გამოწვევის, წინააღმდეგობის თუ დაბრკოლების მოგვარება ხორციელდება და ყოველთვის ზოგ შემთხვევაში კონსენსუს პატრუმით, ზოგ შემთხვევაში კი აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად ფუნდამენტურ საკითხებზე მაინც თანხმობით, უნისონური, ძმად მოყვარეობითი, ურთიერთ კოორდინირებული პოზიციებით, რაც გულისხმობს სიყვარულის გაზიარებას და თანალმობას. აქედან გამომდინარე, მინდა თითოეულ თქვენგანს მოკრძალებულად ძმური მორჩილებით, თავმდაბლობით და ადამიანური სიყვარულით მოგიწოდოთ, რომ ასეთ ყველაზე არსებით საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება და თუ მიგიწვდებათ ხმა მღვდელმთავრებთან, შეახსენოთ მათ თუ რას ნიშნავს ეკლესიაში მრევლის ხმა. ძველად პირველ საუკუნეებში, მოციქულობრივ ეპოქაში და მოციქულობრივ მამათა პერიოდშიც მღვდელმთავრებს ირჩევდნენ მორწმუნე თემიდან და საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფების შუამავლობა იყო მნიშვნელოვანი და მათი რეკომენდაცია. დღეს, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი წყვეტს, ვინ იყოს სინოდის წევრი, ვინ აკურთხა მღვდლად, ეს ყოველივე არის ძალიან დიდი კანონდარღვევა და მე ვფიქრობ საფრთხის შემცველი მოვლენაც, რადგან ყოველთვის შეიძლება იქ უფრო მეტი პრობლემები წარმოიშვას, რამე თუ პასუხისმგებლობა არ ნაწილდება თანაბრად მორწმუნე თემზე, ხოლოდენ ვიწრო დაინტერესებული ჯგუფის პირადი განწყობებითა და მოტივებით არის ყოველივე ნაკარნახევი, რაც რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჩიხს, სხვადასხვა ტიპის ინციდენტებს, გაურკვევლობას, გაუგებრობას, ურთიერთცილობას და შფოთს, რაც ყველაზე არასასურველია. ჯვრის ძალამ დაიცვას ჩვენი ეკლესია სამომავლო ქარტეხილებისაგან და მე მინდა მჯეროდეს, რომ ახალგაზრდა თაობა, მათი ინტელექტუალური რესურსი და ერუდიციული პოტენციალი და სულიერი მოწიფულობა ეკლესიას სამომავლოდ გამოადგება, თუ კი რა თქმა უნდა ახალი ხელმძღვანელობა გამოიჩეს მზაობას, შესაძლებელია წყენებზე მაღლა დადგომაც, რა თქმა უნდა დასაშვებია ისიც, რომ ადამიანებმა ერთმანეთს მიუტევოთ და პირადი ემოციებით გამოწვეული, გარკვეული სიხისტეებიც დავძლიოთ, ოღონდ ამისათვის მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ ფუნდამენტურ რამეზე, რომ ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი, არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული, არ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი, არ უნდა ეწეოდეს ქვეყნის რუსიფიკაციას, არ უნდა ცდილობდეს დასავლური კულტურის დემონიზებას და
უნდა აფასებდეს პატიოსნებას და კვალიფიკაციასა და კომპეტენციას. ჩვენ გვყავს არაერთი სპეციალისტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ ებმევა ეკლესიის აღმშენებლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ კონიუნქტურა და ცენზურა არის ხისტი და შეუვალი. პირადად მე არანაირი ამბიცია არ მომოძრავებს და აბსოლუტურად ვერ ვხედავ ჩემწილ როლს საქართველოს ეკლესიაში, გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იერარქიასთან, მაგრამ საყოველთაო სიკეთისათვის ყოველთვის შესაძლებელია გარკვეულ დათმობებზე წასვლა. თუნდაც ოფსაიდში დგომით და არა უშუალო თანამონაწილეობით, მე არც მღვდლობა მსურს და არც ეპისკოპოსობა და არც დიაკვნობა ცხადია და არც რაიმე ადმინისტრაციული თანამდებობა, მაგრამ გულშემატკივრის რანგში ყოველთვის შევეცდები, რომ საქართველოს ეკლესიის ღირსების სასიკეთოდ მცირეოდენი კენჭი დავდო. განურჩევლად იმისა, რომელიმე გაბატონებული ადმინისტრაციული კოლეგია ამას მიიღებს თუ არა. მე მიყვარს ჩვენი ეკლესია, ჩემთვის ის არის ძალიან ძვირფასი საუნჯე და მე ვეცდები, რომ ჩემი შვილებიც ამ ღირებულებების გარშემო გავაერთიანო და აღვზარდო მართლმადიდებლური მრწამსით და ტრადიციით. ჩემი წინაპრები იყვნენ სასულიერო პირები, 4 თაობა დედის მხრიდან გაჩეჩილაძეები, მომიტევეთ რომ საკუთარ ბიოგრაფიაზე ვუთითებ, მაგრამ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ მე არავითარი მტრობა არ მომოძრავებს არც სოფხედველობრივი განწყობებით, არც პირადი დამოკიდებულებებით. უბრალოდ გული მწყდება, რომ მე თუ არა სხვა დანარჩენი უფრო მეტად კიდევ ცოდნე და უფრო დამსახურებული ადამიანები არ იღებენ დღეს მონაწილეობას ეკლესიის რეფლექსირებაში, რეგენერაციაში და გამოცოცხლებაში. გულისხმობ ადმინისტრაციულ მოწყობას. დიდი მადლობა.